დღეს ნაციონალური მოძრაობა პრაქტიკულად წყულში ამხილა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რადგანაც დაადასტურდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი იმყენებდა მეორე ბორცს და ამ თვითმფრინავით დაფრინავდა ნიცაში, მიუნხენში, ვარშავაში, ლას-პალმასში და ასე შემდეგ. ეს არის რასაც ვამბობდით ჩვენ და რასაც უარყოფდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის გამგზავრებას საფრანგეთში. ნამდვილად მიემგზავრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი საფრანგეთში, მაგრამ აქ საქმე ეხება 2010 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობა გეგმავდა ძვირადღირებული ვერტმფრენების შეძენას და ეს შესყიდვა ხორციელდებოდა კრედიტში, მრავალმილიონიან კონტრაქტია საუბარი. საქართველოს მთავრობა და თავდაცვის სამინისტრო არანაირ ახალ თვითმფრინავს და ვერტმფრენს, რა თქმა უნდა, არ შეიძენს და უახლოეს მომავალში, როდესაც მოხდება განსაჯაროება დოკუმენტების და მოიხსნება გრიფით საიდუმლო, საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაინახავს, თუ რაში იყენებდნენ მათ თანხებს, საბიუჯეტო თანხებს ნაციონალური მოძრაობის ამჟამინდელი ლიდერები.